დაგიბრუნდით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დიდი 10-11 ტურის გახსნითი მატჩით, სადაც ბათუმში ადგილობრივი ბათუმი სტეფანწმინდის ყაზბეგს ამარცხებს 19-10. საკმაოდ დაცაბული პირველი ტაიმი ვიხილეთ. ყაზბეგის დომინაციით დაიწყო კარგი ლელოთი, მაგრამ ამის შემდეგ იგდო სათამაშო უპირატესობა მასპინძელმა გუნდმა და სამი უპასუხო ლელო გაუტანა მეტოკეს. მოკლედ 19-10 ესეთი ანგარიში გვაქვს. იოსებ ჯაფარიძე და საბა ჟორჟიკაშვილი გავაგზავნებთ თქვენთვის ამ მატჩის კომენტირებას. ყაზბეგს როდესაც ჰქონდა შანსი უპირატესობის მოპოვების, ეს იყო ყვითელი ბარათით დასჯის ეპიზოდი. ჯაბა შათირიშვილი როდესაც გაასიმბინეს, მაშინ სამი ქულა გაიტანა ყაზბეგმა, თუმცა საპასუხოდ მიიღო ლელო. ასე რომ წაუხდა ცოტა ხასიათი, წნეხში იყო და შესვენებაზე ბევრ ცვლილებას მოუხმო ერთდროულად სტეფანწმინდურმა გუნდმა. ჭირდებოდა კიდევაც ცვლილებების განხორციელება მიშა სუჯაშვილს, აქ მაღალი ფეხი დაირღა, მივადევნოთ თვალი და შემდეგ ამ ცვლილებებზეც მოგახსენებთ. აქ ყაზბეგმა თითქოს დაიტოვა თქო უნდა მეთქო, მაგრამ როგორც წესი წინ თამაში იყო და ბურთი ერქნება შერკინებაში ბათუმს. ხო, მოედანი დატოვეს ვანო ბურდულმა, მათე ჩქარეულმა და გუნდის კაპიტანმა გუახულელიძემ, რომელმაც ტრავმა მიიღო შეხვედრის საწყისში, ფეხი გაიჭიმა და სადაც მე 20 წუთისთვის დატოვა მან მოედანი. თამაში ჩაერთმენ გილა მახარაშვილი, დავით ლაზვიაშვილი, აჩი აბესაძე, ისმაილ მარსაგიშვილი, გია კაციტაძესაც მოუკარი თვალი, კი ბატონო, რომელიც დღეს პირველი ხაზის შეცვლაში ყავს მონიშნული, მაგრამ იმას მეორე ხაზელია და სავარაუდოდ თუ ზაგაშვილი დაიღლებან შეცვლა მოუწევს, ის გადაინაცვლებს პირველ ხაზში. დაჩი ზამბახიდეც ჩაერთო მატჩი. შერკინება ჯერობი კარგად დგას, მაგრამ ბათუმმა მიცა ბიძგი და კი ბატონო მიიღო კიდევაც უპირატესობა. ბუბანოზაძე ტამბუ, რომელსაც ვერაჩერებდნენ. უნდა ვთქვათ, პირველ ტაიმში ძალიან უჭირდათ მისი შეჩერება, ასევე ეს დაპირისპირებაც გამოვყავით. ტამბუ, ძნელაძე, აქაც ეს ჯახი გქონდა. ვილიამს უნდა გამოვყოთ, რომელმაც ძალიან კარგი ფინიშერია, ვანახა ამით ორი ლელო გაიტანა. ისე რომ აირიდა მორაგბეები ძალიან კარგად. თურმანიძე ბათუმელები აგძელებენ თავის მძიმე შეტევებს, მძიმე მორკინალებით. ნოზაძე, შამილიშვილს დაარტყმევინა ბუბამ. კлау მარჯვენა ფლანგი და კлау ზღვისპირელები ბურთით. ტამბუს აქტიურად იყენებენ. აუ, აქ ფეხი უწია, მაგრამ არც იმდენად რომ. ხო, დაშვების წერტილიც როგორც ჩანს არ იყო სახიფათო და არც ისე აუქნევია შემტევის ფეხი. ძნელაძეს. ვილიამსი წამოვიდა მაღალსის ტრაფეში, მაინც შეინახა ბურთი, გძელდება ბათუმელების შეტევა, მოსულიშვილი, შათირიშვილი, ძიმე დარტყმა. თურმანიძე, ნოზაძე, გაბელაია თვითონ მივიდა, გამართული იყო ოღონდ. მაგრამ მაინც მოახერხა უპირატესობის მოპოვება, ტამბუ ამუშავებენ ერთსა და იმავე მოთამაშეებს დარტყმებზე. იციან ვისაც უნდა დაარტყმევინონ, ვისაც შეუძლია უპირატესობის მოპოვება შეტევაში. თურმანიძე, ბელაია შადააწოდა შამილიშვილს. თითქოს ერთ ადგილს ტკეპნის ჯერჯერობით ბათუმი, თუმცა ამ მომენტამდე მოსულიშვილს გააჭრევინა შათირიშვილმა, მიაჩვია ჯაბამ, რომ თავად ურტყავდა და შეიყვანა დარტყმაზე შათირიშვილი, თუმცა შემდეგ მოსულიშვილი შეიყვანა დარტყმაზე, თუმცა შემდეგ უკვე წინ თამაში დაფიქსირდა. ხო, მე რამდენად აღმოჩნდა რა, მოსულიშვილი ესეთ ინტერვალში, სადაც ხაზი გაიჭრა პირველ ტაიმშიც ვნახეთ, როდესაც არაბულმა გადააწოდა გადაცემა, ირფინა ძალიან ბევრი აიყვანა მოთამაშე და ვილიამს გაატანა ლელო, ხო აი აქ დაუვარდა. ბურთი როგორც მე დავინახე, კი წინ წავიდა შათირიშვილის გადაგვექნება. ყაზბეგი შერკინება, წინა შერკინებაში მიიღო უპირატესობა ბათუმმა, რომელიც რა თქმა უნდა შეტევის მიმდინარეობისას გაილია. აბა ვნახოთ. თავის შერკინებაში როგორ დადგება სტეფანწმინდის ყაზბეგი. ძალიან ცუდია რომ რაღაც ხარვეზი აქვს და საჯისხმა არ შემოგდის.
ხო ზოგადად ამინდმა ცოტა გაართულა ტრანსლაციაც ეთერამდე როდესაც სიგნალი მოვდიოდა ცოტა ხარვეზით მოდიოდა კარგია რომ ეთერი გვაქვს უპრობლემოდ თუმცა ერთ-ერთი ხარვეზი რაჯისხმაც გვაქვს მის კი გადაიწყობა ეს შერკინება იმედოვნოთ რომ მოიწყობა ამ შემთხვევაში მალე გამოიტანა ბურთი ყაზბეგმა მარგალიტაძე არის ის მოთამაშე ვისაც შეუულია შემოიტანოს განსხვავება თავის გუნდის თამაში. ერეფანი იქნება ბათუმს. ხედავთ ბათუმელთა სამწვრთნელო შტაბს. აქ ორი ხელით მოსული შულზე მარტივად თურმანიძე გაიტანა ნოზაძეზე ტამბუ წამოვიდა ისევ როგორც ისტრაფეში და რამხელა უპირატესობას აკეთებს გორ ამუშავებს ფეხებს. ამოვიდა არაბული, ხო წინ არადიან ყაზბეგელები, ელოდებიან ბოჭვას და ვილიამსი ძალიან სახიფათოა, მაგრამ გადააწოდა ფოფხაძეს. ფოფხაძესაც შეუძლია კარგად ხაზის გარღვევა არაერთხელ უჩვენებია მაყურებლისთვის ეს უნარი და გამოუჩენია თავი იმუშავა გაბელაიამაც შესანიშნავად და ჩავარდა ასე რომ ჯარიმის უპირატესობით ისარგებლებს მასპინძელი გუნდი ნაკ თავისიანს გაარტყა რა თქმა უნდა რომ გაგძელდეს აქტიურად შემოვიდა რა კარგ მატჩს ატარებს თორნიკე გაბელაია ბათუმელთა ახალგაზრდა კვაჭი როგორ კარგად ირიდებს დამცველებს და ქმნის უპირატესობას აკი ბათუმს კარგი შანსი აქვს ქულების გასაზრდელად პირველ ტაიმში 14 კაცი არ დაარტყეს კარში და სავარაუდოდ ახლაც ზერებაში წავლენ ზღვის პირელები ვაშკარად ჩავარდა აქ ჩქარეული ყაზბეგს ჭირდება აიმე პოზიტივი რაც ჯერჯერობით არ ჩანს სრულად აქვს უპირატესობა და დომინაცია მეტოქეზე ბათუმს გაძლიერების პერსპექტივაც მარკაფიდან ბათუმს უფრო უჩანს გელა მახარაშვილი რომელიც ძალიან დიდი ძალა ასევე ჭყოიძე შეცვალა მან. მოსულიშვილზე მოიგეს ბურთი. მოლში კარგად დაუხვდა საწყის ბიძგზე. ყაზბეგი თუმცა აიმონაცვლებულ ღერძზე უკვე ახერხებს და კიდევ ერთ ლელოს მიითვლის. ბათუმი უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა მასპინძლების. თორნიკე გაბელაია ხდება ლელოს ავტორი. დამსახურება ეკუთვნოდა ამ კაცს ერთ ლელოს გატანა, ხო, დერეფანს რო გადავხედოთ ჩამოყალიბებული მოლის შემდეგ პირველი ეტაპი ყაზბეგელებმა კარგად დაიცვეს, მაგრამ შემდეგ უკვე ღერძის ცვლილებისთვის არ იყვნენ მომზადებულები და კარგად ისარგებლეს ამით ბათუმელებმა და მეოთხე ლელო გაიტანეს დღევანდელ მატჩში, აი რა კარგად შეცვალეს ღერძი და აკვირდით. გაბელაია ხდება მორიგი ლელოს ავტორი. როგორც დავინახე აჩიაბეცადეც ჩაერთვება მატჩი შემოვიდა თითქოს თუ არ ვწდები იმზადებიან სერგი ჩხაიძე და კობა ბუჯიაშვილიც მოედანზე გამოსასვლელად კიკა ჯულუხაძემ დატოვა მოედანი მიქაძის სტარტმა არაზუსტია და 14 ქულაშია მაინც ყაზბეგი და საკმაოდ დიდი დრო აქვს იმისთვის რომ თამაში დაბრუნდნენ მაგრამ აშკარად შესაძლებელი აქვს მიშა სუძაშვილის გუნდს მიმდინარეობა რადგან ბათუმელები აი პირველი 15-20 წუთის შემდეგ აშკარად დომინირებენ მეტოქეზე მეორე ეპიზოდი რაც ქონდა ყაზბეგს
იყო მომენტი, სადაც გუგუა ხულელიძე დაშავდა. აქ მოსულიშვილი რა კარგია ჰაერში. ორი ხელით მოახერხა მოგება და საინტერესოა ბურთი ვის დარჩა შუკაკიძე. აპროტესტებდა აბესაძე, ბუჯიაშვილი შემოსულა ამასობაში თურმაინძის ნაცვლად. მაღალი ფეხი მიყვება ირემაძე, ადგილზეა გელაძე. გელაძე საკვირველად ოთაჩორის კარგი წამღებია. მოუგო ორთაბრძოლა მოსულიშვილს. რაკში გადავიდა თამაში მარგალიტაძე. კარგი მიძალება, ბურთი გამოვარდა თამაშია. აი მოძრუშვილი გადასულა ათრომრად იმნაძე, ძნელაძე. თვითონ არ წავიდა გადააწოდა ალიბეგაშვილს ძალიან პატარა სივრცე აქვს იმისთვის რომ უპირატესობა გაეკეთებინა და გადაიყენეს ჰარბენიზოლი არ გაასწორა არც ნელაძემ არც თავად ალიბეგაშვილმა და ყველაზე კარგი და ხო აქ რაღაცა ხდება მოედანზე და იმედია დავბრუნდებით მოედნის ეპიცენტრს ბატონო ლევან მოკითხვა აქედან ხო, ყველაზე კარგი ბოჭავი არის კიდის ხაზი, რომელიც არასდროს აცუდებს და სწორედ იქითკენ გაიტყუეს ალიბეგაშვილი და მთელი შეტევის ხაზი ყაზბეგოვთან. ხო, აქ ცირე გაუგებრობა იყო, სხვა შორის არც ერთი გუნდი არ არის ესეთი გამამწვავებელი, ესე ვთქვათ რომ გამოიწვინა. თუმცა უთანხმოება, ლუკა ჩხარეული იყო ყოფილა კაპიტანი. ხო, სავარაუდოდ დელაძეს თვითონ უნდა გაესწორებინა და წასულიყო, რადგან ძალიან მცირე მანძილი იყო დარჩენილი დერეფნამდე და ეს კი ბათუმელთა მორიგი დერეფანი. ხო, ან რომელიმე ჯვარზე მოძრაობა მაინც უნდა დაეწყო, რომ შიგნით წამოსულიყვნენ, მოკლედ საბოლოო ჯამში ბათუმელთა დერეფანი მოიგეს სუფთად ზღვისპირელებმა და ნოზაძე მაღალი ბურთი ასწია. საჰაერო ორთაბრძოლა ვნახოთ, სამაჯერებელია ბაგაშვილი. კარგად მოიგო ბაგაშვილმა ეს ბურთი ზოგადად გამოირჩევა თავის ფიზიკურობით მახარაშვილი დაადო თავი წავიდა ვერაჩერებენ ახლა უნდა წავიდეს მიწაზე თორე გაუჭედავენ ბათუმელები კი ბატონო აღარ უნდა ითამაშოს შუკაკიძემ ამ ბურთზე მაგრამ როგორც ჩანს მოლი ჩამოყალიბებულა აი სუდიამ საჯის ხმარ ვარ შემოგდის ვერ გავიგეთ როგორც ჩანს გელამ დაიძახა რომ მოლი იყო და ჩაიხურა ეს ბურთი და თავისუფალი ერგო ბათუმს გამართული წავიდა ძალიან მახარაშვილი არა და კარგად შეიყვანა ინტერვალში მარგალიტაძემ. თავისუფალი დაარტყმა ერგო ბათუმს ვნახოთ გადაწყვეტილება. სავარაუდოდ მაღალ ფეხს დაარტყავს ბუბანოძეზე ასეც იქცევა მიყვება მათი ყველაზე კარგი მხტომელი ვაჟამიქაძე მაგრამ გაცდა ბურთს თვითონ ჩაუვარდა არა მარგალიტაძე. ყოფილი ლელოელების ხო ორთაბრძოლა. ზურგს უკან რა კარგად გაითამაშეს ყაზბეგელებმა ალიბეგაშვილი აქ სივრცე და სახიფათოა ამ სივრცეში ჩვენი მოშვიდკაცე მარგალიტაძე უხმო შერკინებას შეუნელდა მომენტუმი ყაზბეგს მახარაშვილი რა კარგია დააკვირდით უბრალოდ ხელა უპირატესობას აკეთებს მარგალიტაძე წავიდა თვითონ გაჭრა ხაზი აი რა სჭირდებოდა ყაზბეგს როგორი მოუხელთებელი მოთამაშია მარგალიტაძე აქ უპირატესობაცაა ყაზბეგს სავარაუდოდ კისერზე ოდნავ მოუხვდათ ხელი 7 ნომერი ხმო თავისკენ გელამ და კიდევ ერთი ბარათი არ ვიცი დავეულოთ აბა მაყურებელი ბავშვი აქტიურად კომენტირებს გატრა ვაკ მარგალიტაძე დაწვა დიდი ალბათობით ეს დაწოლა უფრო ვიდეო რეფერისკენ არის მიმართული რომ უფრო დამძიმდეს აქცია მაგრამ არ მგონია რომ აქ ჩარიმაზე მეტი რაიმე დაიდოს არ გავასწროთ მოვლენებს აქ თლიანი პირველი ხაზი შეცვალა ბათუმა ახალი fresh legs რაც ეძახიან ახალი ფეხები ახალი სისხლი ქართულად და ახალი ენერგია დესანტი გადმოსხა პირველი ხაზის სახით ბათუმმა რა კარგად მოიშორა ხელით აქ მე მანამდე მომეჩვენა კი გაჭრის ეპიზოდში ხო ჯარიმა რომელიც ძალიან უნდა გამოადგეს ყაზბეგს და ჭირდება ძალიან
აი აქ თუ მოახერხა ეს ბავშვები იყვნენ. ვინც გან ეპიზოდში. ხო, აქ თუ გაიტანა ყაზბეგმა ლელომ, ეს ფსიქოლოგიურად ძალიან დაეხმარება. მოწურიშვილი ზუსტია, სადღაც 7-8 მეტრში შევიდა ყაზბეგი. მეტოქის ჩადრის მოედანთან. ნახოთ რა შემოგთავაზა მე სტემპაცმინდელები, გელა მახარაშვილი შემოსვლა და გიორგი მარკალიტაძის უნდა აუხნიშნოთ აუცილებლად. აი ამას ვიძახთ სწორედ რომ აი განსხვავება შემოიტანეს და რა კარგად ჩამოაყალიბეს ეს მოლი, კარგად მოგებული დერეფნის შემდეგ ყველა შევიდა მთელი ყაზბეგი აქ შუკაკიძე ფრთხილად უნდა იყოს და გაიტანს ლელოს ყაზბეგი, რა კარგი მოლი ჩამოაყალიბეს სტემპაცმინდელებმა. კრიტიკული მნიშვნელობის ეპიზოდი იყო ყაზბეგისთვის. ნამდვილად. აი აუხტნენ ბათუმელები დერეფანში, გელამახარაშვილმა გადააცილა და როდესაც რატი იყო ჯორჯოლიანი თორთები რომ მოიგო ეს ბურთი, აი ის ეშელონი სადაც ბურთი იქნა მოგებული უკვე მოლში დაუცველი დარჩა, შემდეგ უკვე თითქმის მთელი გუნდი შევიდა ყაზბეგის ამ დერეფანში, ამ მოლში და კარგად დააგვირგვინეს. აი ახლა უკვე გვეძავება თამაში და უფრო საინტერესო ხდება. სხვათა შორის უნდა აღვნიშნო რომ დღეს არის ყაზბეგის პრეზიდენტის გოჩა ჩხარეულის დაბადების დღე, მიულოცოთ აქედან და ასევე სერგი ჩხაიძის დაბადების დღეც არის, ასევე მინდა რომ მიულოცო სერგის ერთი დიდი ტორტი მე მგონი ჩაქრება თამაშში შემდეგ. კი ბატონო. თუ მოიგეს ხომ განსაკუთრებით. ბუბა ნოზაძე გარდასახვა ზუსტი იყო 7 ქულაში შევიდა ყაზბეგი. შორი მესამე ზონაში დაარტყა ბათუმა იმის მიზნით რომ მარგალიტაძემ დაუბრუნოს, მარგალიტაძე საკმაოდ დიდი დრო ჰქონდა იმისთვის რომ აი ესეთი კარგი დარტყმა მოემზადებინა და როგორ კრიტიკულ სიტუაციაში ითამაშა ვაჟამიქაძემ ბრწყინვალეთ მაღალი ფეხი. თავად მიქაძე მიჰყვა და მოუგო ორთაბრძოლა ბაგაშვილს. საინტერესო ვის უნდა დარჩეს ბურთი, კი ბატონო, ესე მომეჩვენა რომ ვაჟამიქაძისგან გადავიდა ბურთი. რა თქმა უნდა აქ წინ თამაშიც იყო, მაგრამ ჩვენს ჩემპიონატში, როდესაც არის წინ თამაში და გადავა ბურთი დერეფანში, არ ინიშნება წინ თამაში და პირდაპირ დერეფანი უნდა მოწოდდეს. აქაც ცვლილებები გაგა არაბული, ლაშა ბობხაძე ტოვებენ მოედანს, ნუკრი ფერსელიძე და მანუელი რატონიარავა ჩაერთვებიან მატჩი. აბესაძე, როგორი შეცდომა, აქ ცოტა ძლიერად ჩამოუგდო აბესაძე მარგალიტაძეს. წამიერად გამოითიშა თითქოს მარგალიტაძე და ძლიერადად ჩამოუგდო აბესაძემ ჩემი აზრით. შერკინება ახლოს კიდესთან მთელი ფლანგის შესატევად ბათუმს, თუმცა სანამ შეუტევენ ისინი იქამდე ბურთი აქვთ მოსაგები. ნახოთ შეცვლაზე შემოსული ბათუმელთა შერკინება როგორ გაირჯება. ხედავთ გოჩა ჩხარეულს. გიორგი კოშაძე რომელიც ფიზმოზადების მწვრთნელი არის ყაზბეგელთა, მას არაერთი კეპი აქვს ეროვნულ ნაკრებში მოხვეჭილი. შემდეგ ტრავმებმა გააწამა ეს კაცი და გადაინაცვლა უკვე ფიზმომზადებაში, ასევე გუგუა ხულელიძე იყო თქვენს ეკრანებზე. მილტონ ჰეიგის ეპოქაში ხშირად ხედავდით პორტუგალოსნების კვარტით. კარგად გამოიყურება ეს შერკინება. უნდა გაიტანოს ბურთი, კი ბატონო.
ნოზაძე გადააწოდა ტამბუს, რომელიც მოდის ისევ მოდის და ძალიან უჭირთ მისი შეჩერება. ხო, ტამბუ მაგარ ფორმაში შევიდა ტურიდან ტურამდე. თქოს ისეთი ეფექტური არ იყო თავიდან. სერგი ჩხაიძე რა კარგი იყო აქ. უილიამს ამოუგდო, თუმცა ამოუგდო მას შემდეგ მხოლოდ რაც კიდეზე დაადგა ფეხი. ხო, ტურიდან ტურამდე მაგრად მოუმა და ტამბუმ არ იყო ისეთი ეფექტური საწყის სეზონში და აქ სწრაფად შემოაგდეს ბურთი ყაზბეგელებმა და დაუცო ზურგში დაარტყეს, მაგრამ ამის უფლება არ ჰქონდათ სწრაფი შემოგდების, რადგან არ იყო პირველი მოთამაშე, ვინც შემოაგდო ბურთი, შესაბამისად პირველი ვინც დაიჭერს ბურთს, იმან უნდა შემოაგდოს. თუ გადაიცი სხვა ბურთით ითამაშე, მაშინ არ გექნება სწრაფი შემოგდების უფლება. ხო, კარგად რომ განმარტო, ხშირად არის ხოლმე თამაშის დროს, ესე ვთქვათ, აპელირება იმისთან დაკავშირებით, რომ აი სიტყვაზე აი კედელს მოხდება, ან აი ჩვეულებრივ ნებისმიერ რაღაც უსულო საგანს თუ მოხდება ბურთი და მოთამაშე მაიღო და შემოაგდო, ამის უფლება აქვს. თავარია ვინმე სხვა გარეპირს არ მოხდეს. აქ აბესაძე გაუტანა მარგალიტაძემ ხარეულს კარგი კონტაქტი აქვს თხილაიშვილზე. და როგორი მეტოქე შეარჩია. აბესაძე, აბა, ყაზბეგი, აი ეს უკვე ყაზბეგის თამაშია. გახსნილი ღია, ჭუმბაძე დაждდა, ამბუძე დაждდა. არა, ისევ მარგალიტაძე. ჟორჟოლიანი რა მაგრალეა. აბესაძე თუ მოახერხებს მოედანში დარჩენას. ხო, განზე წავიდა აბესაძე. რამაც აქ უნდა გაგძელდეს თამაში, აი პირველივე კაცმა შემოაგდო. წნეხი სჭირდება ახლა ტამბუზე, რომელიც კარგ ფორმაშია, როგორც მოგახსენათ, ერთი მოთამაშე მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ძალიან ჯანზე არის. აქ ცდილობდა ბაგაშვილი შეწუხებას. გუჯიაშვილი, ხო, ალბათ არ უნდა შემოაიგდო ბათუმს სწრაფად ეს ბურთი, რადგან არ ქონიათ უპირატესობა. და საბოლოოდ რჩება ყაზბეგს. ფრთხილად. აი, ამოვიდა მოზღიშვილი, კარგად ილავირა. მარგალიტაძე. გახურდა რა თამაში, ყაზბეგმას თითქოს დაალაგა. თან ერთი გარდასახული ლელოს ფარგლებში რჩება. სტეფან წმინდის გუნდი. კარგია მარგალიტაძე აქ, ზაგაშვილი. გუნდი ამოქოქა. სიცოცხლე შესძინა. ხო, ესეც იყო სავარაუდო სუჯაშვილის გათვლა, მაგრამ მაინც დარჩა ფეხზე და აი აქ კობახიძემ ეს ბურთი წაიღო. კი ბატონო. და შანსი ახლა უკვე ბათუმს ირემაძე გადაკიდება და დარტყმის ადგილიდან იქნება აუტი ყაზბეგელთან. ახლა ნამდვილად ყაზბეგის მომენტუმია, ბევრ შეცდომას უშვებს უკვე ბათუმიც. ხო, ჩქარობენ თითქოს ბათუმელები. ნაადრევად ხომ არ ირწმუნდეს გამარჯვების, როდესაც ყაზბეგს არაფერი გამოსდიოდა და თავად კი ყველაფერი. ხო, თითქოს კარგად აქვს მიშა სუჯაშვილს დაგეგმილი ეს მატჩი, რადგან ჩვენ შეცვლაზე ვიხილეთ ესეთი მოთამაშეები, როგორც არის გელა მახარაშვილი, გიორგი მარგალიტაძე, ესეთი თავარი აქ შეცდომა. შანსი კვლავ მასპინძელს. შუკაკიძე წავიდა დარტყმაზე, გადაყარეს რაკი სწრაფი იყო. აბა ფერსელიძე ვერ გააჩერა, ვერავინ დარჩა და კობახიძეს გაატანა, რაიბურტავეს მორკინალებად. ბრავო, რალელო გაიტანა ბათუმმა. მოკლედ, ბათუმის მორკინალები რა კარგად ბურთაობენ, უნდა აუღნიშნოთ აუცილებლად. იმ მეორე ლელოს დროს თუ არ ვწდები, აქაც ფერსელიძე რა კარგი იყო, გაატანა პირველ ნომერ კობახიძეს და ბუბანოზაძე აღმოჩნდა. ამ შეტევის ფინიშერი. მიყოლა ამოგდებები, ყველაფერი ბრწყინვალე იყო და საბოლოოდ ყაზბეგის უპირატესობა გარდაისახა ბათუმელთა ლელოში. რაც არ უნდა აბსურდულად ჟღერდეს. ხო, ბევრი ბოჭვა გაბუწდა ყაზბეგელებისგან, რასაც დავაგვირდი ერთისა, რომ ხშირ შემთხვევაში გამართულები მიდიან ისინი მეტოქეზე, თუნდაც ტამბუზე, ამ შემთხვევაში ფერსელიძეზე ვეღარ მოახერხეს. ისეთი ჯანიანი მორაგბეები შეჩერება, რამაც აი ეს ლელო გამოიწვია ზუსტად. ბუბანოზაძე თავისივე გატანილ ლელოს გარდასახვას ეცდება. ხო, თითქოს უხერხულად ბოჭავენ, რაღაც ხისტად ვერ მიდიან, როგორც უნდა მიდიოდნენ ასეთ მორაგბეებთან.
და ზოგადად ნებისმიერ ბოჭოში ნოზაძე ზუსტი იყო 31-ით 17, ახლა უკვე 2 გარდასახული. ხო, აი ინტერვალში კარგად შევიდა ფერსელიძე. და მოგდებაც ძალიან დაბალი წერტილიდან მოახერხა. ბანოზაძე რომელმაც გაიტანა ლევო. დავით იმნაძე. თექვსმეტ წუთზე ოდნავ მეტი ყაზბეგს შეხვედრის გადასარჩენად ბათუმი კი დაგეგმილ ქულებს უმიზნებს შუკაკიძე რამდენს ძალიან ბევრი ბოჭო ფუჭდება უნდა აღნიშნოთ კიდევ ერთხელ აქ დააგდებინა ბურთი ნუ საბოლოოდ შერკინება იქნება ბათუმს ხო ამოგლეჯვა იყო როგორც ჩანს ყაზბეგელებისგან და შემდეგ მარგალიტაძისგან წავიდა წინ ავეკინით ამბუ ალბათ. ხო, აი შოთა თევზაძე ჩაერთო ვიდეო რეფერი მუκარ ნახა რომ ჯერ იყო ბათუმელებზე არ იყო ამოგლეჯვა როგორც ჩანს, აი გამეორებენ ახლა და კარგად გამოჩდება. ნუ იყო წინ თამაში ბათუმელებისგან. ჯერ და შეტკინება ერგება ყაზბეგს. ძნელაძეც ჭრდილშია დღეს. ხო. ჩვენ გვახსოვს მისი კარგი სეზონები არეში. თიკოს ვერაა ჯერ ისეთ ფორმაში. და ვერც გუნდთან არის ბოლომდე. ჯერ მორჩა სეზონი უკვე. მარგალიტაძე ბურთით. აბა მორიგი შერკინება. არ გვაქვს დღეს ბევრი შერკინებები უნდა აღნიშნოთ. რაც კარგია თამაშისთვის. მოძღრიშვილი იმნაძე გაატანა ალიბეგაშვილს, ვერ გაინთავისუფლა ხელი და ამ უბრალოდ გადააცილა ლუკა ალიბეგაშვილი აუჩი. კარგი დაცვა მასპინძლებისგან. გაცვალეს სიტყვები ალიბეგაშვილმა და ნოზაძემ. ხო, ბათუმს აქვს 5 ლელო გატანილი, ყაზბეგს აქვს 2. შესაბამისად ბათუმი თუ ასე დამთავრდება მატჩი, მოიპოვებს ბონუს ქულას და გაუხდება 58 ქულა, რითაც დაეწევა ქუთაისის აიას, გადაასწრებს არეს, მაგრამ არეს და აიას თავისი მატჩები გასამართი აქვთ ხვალ. და უკვე დაელოდება არესის და აიას შეხვედრებს. ბოლო ტურში უკვე ბათუმი ესტუმრება რუსთავის ხარებს, ხოლო ყაზბეგი ითამაშებს არესთან, აი აქ კი ბატონო წინ იყო ზურა ნინიზგან თამაში და გვექნება მორიგი შერკინება. ნუ ნახოთ. ნუ ბოლო შერკინებები კარგად წარიმართა, გამოდიოდა ბურთი. თავარია. ხო, ბოლო ტური კი გაიმართება 5 აპრილს. ძალიან საინტერესო იქნება ბოლო ტური, ბევრი რამე უნდა გადაწყდეს. განსაკუთრებით ტაოსა და ყოჩების შეხვედრა არის გამოსაყოფი ასპინძაში ბოლო მე-9 და მე-10-ზე მყოფი გუნდები, რომელთა ქულათა სხვაობა არის 5 ქულა. დიდებულ დღეს დაამთხვიეს ჩემ დაბადების დღეს. გილოცავ. წინასწარ გილოცავ. ეს დაატვირთული დღე. როგორც წესი ყველა თამაში იმართება ხოლმე ერთსა და იმავე დროს. კი, ბოლო ტური ეგრე არის. შემდეგ უკვე პლეი-ოფები აიღებს სტარტს 12-13 აპრილს.
სადაც მესამე ადგილოსანი დაუპირისპირდება მე-6 ადგილოსანს, მე-4 კი მე-5-ს. ამის შემდეგ უკვე იქნება ნახევარფინალები, ესე ვთქვათ, სადაც პირველი და მეორე ადგილოსნები მცირე ფინალს ითამაშებენ 26-27 აპრილს და მე-5 რაც თქვი წინა მე-4 ფინალის გამარჯვებულები ითამაშებენ ნახევარფინალს. ფინალი კი გაიმართება წინასწარი ფინალი იქნება შემდეგ ფინალში წაგებულსა და მესამე ფინალ შორის გამარჯვებულ შორის 3 და 4 აპრილს, 3-4 აპრილს, ესე ვთქვა და ფინალი უკვე იქნება ქუთაისში აია არენაზე 10 მაისს. როგორ ჩანს აჯობა. ბათუმი შერკინება 3-4 მაისს. ხო, მაისს. სხვადასხვა პირველი ლიგა ბევრი თამაში გადაიდო პირველ ლიგაში და წელს გვექნება ცოტა გრძელი სეზონი, რადგან ტურები არის დარჩენილი იქ და იქაც ძალიან დაძაბულია სიტუაცია. უნდა აღნიშნოთ აქ ორი ხელით რატონი არავა მოიგო მშვენივრად, მოლი ჩამოაყალიბა ბათუმს ერთი ლელო ჭირდება იმისთვის რომ გაიმყაროს ეს ბონუს ქულა, რადგან თუ მოახერხა და ყაზბეგმა გაიტანა ლელო, ისინი ბონუს ქულას დაკარგავენ, აი აქ თუ გაიტანა ბათუმა, უფრო გაიუმჯობესებს საქმეს. დღევანდელ მატჩი უჯიაშვილი ბურთს ეძებს, იპოვა კიდევაც, სერგი ჩხაიძე ზურსუგან ნოზაძე კარგი დაცვა შემოგთავაზა ვაზა ყაზბეგმა, მაგრამ აი ეს გადაცემა აპასი გააკეთა ვილიამს. აქ თულეს პოზიციაში უწევდა და ამიწება გადარჩა მოძღვრიშვილი ტრავმას. ხო, აქ ლელო გაიტანა ბათუმა და რასაც ვიძახტი გაიმყარა თავისი ბონუს ქულა. მე-6 ლელო ბათუმელთა. შესრულებით, რა კარგად აითვისა ისე ვილიამსი სეტრიკია. დღევანდელ მატჩი. ხო, პირველ ლიგას რაც შეეხება, გორი ლიდერობს გათამაშებას 62 ქულით, შემდეგ არიან წიქარა და ვეფხვები მეორე მესამე ადგილზე, რომელთა დაშორებაც არის 4 ქულა მხოლოდ წიქარა არის მეორე ადგილზე, ვეფხვები კი მესამეზე და უნდა აღვნიშნოთ რომ აი ამ ტურში სწორედ წიქარა დაუპირისპირდება ვეფხვებს და ესე ვთქვათ მეორე ადგილოსნის ბედი უნდა გადაწყვიტოს. მოგეხსენებათ, ზუსტად იგივე სისტემა არის პირველ ლიგაში, საპლეი-ოფო, რაც დიდდატში შესაბამისად ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება მეორე ადგილზე გასვლას. თავის და მიუხედავად უნდა აღვნიშნოთ რომ გორი რომელმაც 13 შეხვედრა ჩაატარა, 13-ვე გამარჯვება მოიპოვა, აქედან 10 მოახერხა და ბონუს ქულით. და აკადემიაზე რას გვეტყვი? აკადემიაზე ხო, დიდი მოლოდინები იყო სხვადასხვა აკადემიისგან, მაგრამ ვერაჩვენეს სეზონის განმავლობაში თავის თამაში და მხოლოდ ერთი თამაშში მოახერხეს გამარჯვების მოპოვება. აკადემია არის მე-10 ადგილზე და არწივები, რომელიც მე-9 ადგილზე იმყოფება, 9 ქულით ასწრებს. ხო, ძალიან დასანანი ფაქტია, რომ ასეთი ისტორიული გუნდი პირველი ლიგიდანაც კი ვარდება. აი ლოკომოტივი არის პლეი-ოფის ზონაში. მაგ როგორ ჩანს ალიბეგაშვილი გამარჯვებით და 33 ქულით. ნაკცირე სამედიცინო პაუზა, ისმაილ მარსაგიშვილი ჩაერთვება თამაშში. დაახლოებით 8 წუთით ადრე უკვე გარანტირებულია ბათუმს გამარჯვება. გადაწყვეტილია. სხვა ლინდელ განრიგსაც გაგაცნობთ. ახლა ხვალ დილა დაიწყება ბლუზი კრუსაიდერსით 10 საათზე, შემდეგ ვარათაზი ბრამბიზი გვექნება ეთერში 12 საათსა და 30 წუთზე.
არესი ტაო იქნება 14 საათზე რაგბი ტივის პირდაპირ ეთერში, შემდეგ ყოჩები აია 16 საათზე და დღეს დახურავს ჰაილენდერსი რეცის რელაივი, ასე რომ შეგიძლიათ დილით ანგარიში არ ნახოთ და შეხვედრას მოგვიანებით უკვე თვალი მიადევნოთ სატელევიზიო ეთერით. მარგალიტაძე აბესაძეს ათამაშებს. ვერ გაწმინდა აქ. ნუ და აჯარი მას აბოლოდ ნუკრი ფესელზე ძალიან კარგად ჩაერთო, უნდა აღვნიშნოთ. მატჩი. ხო, უნივერსალი მორაგბია, როგორც მეორე ხაზში, ასევე მესამე ხაზშიც შეუძლია მას თამაში. ხო, ბათუმაც მოიტოვა ისეთი მოთამაშეები მარკაფაში, ვინც გააძლიერებდა შემდეგ უკვე შემადგენლობას, ბაჩუკი ჭუმბაძე მაგალითად. ცოტა ხნის წინ ჰქონდა ეროვნულ ნაკრებში ჭუმბაძეს დებიუტი. საკმაოდ ახალგაზრდაა და ფიქრობ კარგი მომავალი და კარიერა არის მას. ხო, საფრანგეთშიც ცადაბედი იყო ტესტებზე, თუმცა ამ ეტაპზე შავლომში ასპარეზობს. ხო, ბაჩუკი ჭუმბაძეს რაც გამოარჩევს, უნდა აღვნიშნოთ, რომ როგორც კარგია შეკინებაში, მაგრამ არანაკლებ კარგია ღია თამაში, ბურთზე უყვარს დაждდომა და მოკლედ ძალიან მობილური პირველხაზელია, რაც დღეს გვაკლია. მოძრავი, მობილური, აი ამასობაში ერთობა დაჩი ზამბახიძე. დაჩი ზამბახიძე, რომელმაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოჩებს ერთ-ერთ მატჩში პირადად მოუგო თამაში გვახსოვს. ის აკადემიის აღზრდილია, შემდეგ ყოჩებშიც თამაშობდა, მე მგონი. დატოვებს ლაშეზნეოდე. თუმცა დრო არ ეძლეო და ყაზბეგში უკვე წამოვიდა თხილაიშვილი აკრიფა, დაუარა მოძღვრიშვილს. აქ შეცდომა და წინ თამაში. ხო, ცოტა გაჩერდა ჩვენი თამაში. ცოტა არა, ძალიან მოიკლო ბურთით სათამაშო დრო. რაც რა თქმა უნდა, არავისთვის არის კარგი სანახავი. აბა მორიგი შერკინება იმძლავრა ბოლო შერკინებაში ბათუმმა გიორგი მარგალიტაძე ბურთით გაიტანეს სწრაფად აბესაძე მარგალიტაძე თვითონ წავიდა უყვარს მას უყვარს ბომბარდირი მარგალიტაძე ისევ ზაგაშვილი რომელიც რამდენი ხანია მოედანზეა ძელი გადაცემა ზამბახიძე მივიდა კონტაქტზე ალიბეგაშვილი ჩაუვარდა ძიმე ხალხს გადაყარეს დარჩა მაინც ალიბეგაშვილი ზამბახიძემაც არ ითამაშა ურიგოდ თავის მხრივ კარგი პასი შეიძლება უპირატესობაზე თამაში მაგრამ ვერ გაშალა ყაზბეგმა თუმცა იარა წინ ახლა ექნება შანსი შიგნით ბაგაშვილი და აკარინეს ბურთი დომინანტური ბოჭვა შესრულდა ნიკა ბაგაშვილზე. ყობახიძე იყო თორსტები პირველ ხაზელი. რომელიც არეში ასპარეზობდა გასულ წლებში. ოპერ მათ გაუგეთა. თითქოს იკითხებოდა ინტერვალი შედამხარეს, მაგრამ მალევე შეავსო. იგა ყობახიძემ და აკარგინა ბურთზე კონტროლი. ნიკა ბაგაშვილს. კიდევ ერთი პაუზა, ხასიათ წამხდარი ყაზბეგი, დემოტივირებული ბათუმი ნაადრევად გადაწყვეტილი მატჩის ბედი და ხო გაფუჭებული თამაში შეგვიძლია ვთქვა. ხო, ამ მარცხით უკვე ყაზბეგი კარგავს ყველანაირ შანსს რომ პლეიოფში მოხვდეს, მეტიც შეგვიძლია ვთქვა რომ არის იმის საფრთხე რომ საერთოდ მეცხრე ადგილზე დაასრულოს ყაზბეგმა ჩემპიონატი რაც პირდაპირ ნიშნავს იმას რომ გადათამაშება მოუწევს პირველი ლიგის მეორე ადგილოსანთან. ხო, ბოლო ტურში როგორც აღვნიშნე, ყაზბეგი თამაშებს არესთან და არ იქნება იოლიგას ეიმნება, რადგან
არის ის სრულიად სხვა მიზნების არის იმისთვის რომ პირველ მეორე ადგილზე დაждდეს. და ქუთაისურ ფინალში თავადაც მიიღოს მონაწილეობა. ხო, მოგეხსენებათ დიდიათის ფინალი ქუთაისში გაიმართება. 3 წუთი. სასო, რომელი გუნდია შენთვის აღმოჩენა წლის? რომელიც დატოვა მოულოდნელად კარგი შთაბეჭდილება. ესე ყველა გუნდზე შეიძლება რაიმე კარგის თქმა, ბევრს და ბევრ ფაქტი შემიძლია მოვიყვანო ყველა გუნდზე, ზოგს ხან კარგად წავიდა მომენტი, ხან ცუდად. უნდა ვთქვა რომ აი წელს ამოსული გუნდებიდან არმიამ ალბათ ყველაზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. არმიამ მოახერხა ისეთი გუნდის ფორმირება, რომ დაბრუნებიდან პირველსავე წელს პლეი-ოფში თან საკმაოდ ისე სოლიდურად აქვს გამყარებული პოზიცია და კიდევ უფრო შეუძლია გაუმჯობესება და ალბათ არესი რომელიც წლებია იბრძვის აი ამ დიდი მიზნისთვის და წელს ყველაზე ახლოს არის თან ისე რომ თავიანთი ლამაზი სტილი არ დაუკარგავთ. კი ბატონო. ხო, თავის სათამაშო ნიშა აქვს, თაც მძიმე თამაში, მოლით, მორკინალებით, კარგად არის დაბალანსებული. და უცებ გაგიტანენ ხაზზე და კი, ნამდვილად. სადღაც დაცვაში იპოვიან ხვრელს. კიდევ ერთი ლელოს გატანის შანსი აქვს ბათუმს 15-მეტრიანი დერეფანი. ფლატ 15-მეტრიანი არა, 1-2 მეტრი მოუპარე ყაზბეგს, თუმცა საინტერესოდ გათამაშდა კომბინაცია და როგორ მარტივად ტიტანს ვაჟა თაგაური მორიგლევოს. მარტივად ძალიან დამუშავებული კომბინაცია ვარჯიშზე და ეს საბავშვო მატი ჩაუტარეს. ხო, აი ზღარშორის მსგავსი კომბინაცია გააკეთეს დაოსთანაც. და მოახერხეს ლეოს გატანა ბათუმელებმა. ლიცაბოლო ანგარიშის დაფიქსირება შეიძლება ახლა ბუბანოზაძე დღევანდელ მატჩში. არ მგონია ბევრი იყოს დარჩენილი გელას საათზე. ბათუმი გაუთანაბრდება ქუთაისის აიას და სავარაუდოდ მეორე ადგილზე უნდა დარჩეს. ყაკ ბუბანოზაძე ელოდება გელერან ლემონჯავას რომ უთხრას დრო. აჰა, ბათუმი თუ გაუთანაბრდება პირველ ადგილზეც გადავა. აიას გაუთანაბრდება. იმიტომ რომ ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვს. კი ბატონო, აი ამით დასრულდება ჩვენი მატჩი 45-17 საბოლოო ანგარიში დაასრულა. დააფიქსირა ბუბანოზაძემ და დიდი ხნის შემდეგ ახალი ლიდერი ეყოლება დროებით ყოველი შემთხვევისთვის ნახოთ რა სიზავენ ქუთაისური გუნდები. ხო, ხვალ გაირკვევა. თუმცა დროებით მინიმუმ ახალი ლიდერი ეყოლება დიდიათის გათამაშების ცხრილს ძალიან დიდი ხნის შემდეგ ჩვენ კი გემშვიდობებით ამ შეხვედრით დღევანდელი სარაგბო ეთერი დასრულდა. ხვალამდე უნდა დაგემშვიდობოთ. ხვალ გზელი სესია, მოკლედ ჩაუჯექით, მოიმარაგეთ ლუთთან ერთად ბევრი სასუსნავი ან დილით მოუწოდეთ. აი სამსაჯო ამქონდეს. მე მოვიმარაგებ. მოკლედ დილის 10 საათიდან ხვალ ყველას გელოდებით რაგბის მოყვარულებს რაგბი ტივის ტელეეკრანებთან და შევხვდებით. იმედი მაქვს ბევრად უკეთესი თამაშებით. დღეს საუკეთესო თამაში ერთ-ერთმა გუნდმა ვერაჩვენა. პირველი ტაიმი ალბათ უფრო დაძაბული იყო. მოკლედ ეს იყო და ეს იოსებ ჯაფარიძე და საბა ჟორჟიკაშვილი. გემშვიდობებით. კარგად ზანდებოდეთ. მომერას მოსკოვი.